ხელისუფლება თუ გიყვარს და ხელისუფლებას თუ აფანატებ მაშინ რავი რაღაცა პრობლემებში ხარ რა იმიტომ რომ ამ ყველაფერს ხედავდე და კიდე მაინც ამისკენ მიდრეკილება გქონდეს რომ ეს ყველაფერი კარგია ცუდად ახარ აშკარად კაცო აი რანაირად არის კარგი ვერა ვიცი აი საბავშვო ბაღებში LGBT შეიტანეს კაცო გენდერული სწავლებები რაღაცეები როცა რომ თაობები ვარ დაზრდილები ჩვენ იმაში რა ქვია ანატომიის გაკვეთილებზე ერთ გაკვეთილებული ჩონჩხი იყო ხოლმე ჩამოკიდებული და რავი გამრავლდით ჩვეულებრივად და არ ზნეობა დაგვიკარგია და არც მორალი და აქვს სხვანაირი მიდგომაა და როგორ უნდა მოგწონდეს ეგ მიდგომა კაცო რომ სკოლის ასაკის ბავშვებთან მესამე და მეოთხე კლასელის წიგნებს რო გადაშლი სიცარიელია ანუ და ამ სიცარიელებმა და ამ უმორალო ცხოვრების წესმა ბოლო პერიოდში ისიც გვანახა რომ ეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გოგონა გადავარდა გული წაუვიდა და საერთოდ რეაქცია არ აქვს და ეგეთი სამყარო შექმნა ამ წყობამ საერთოდ რეაქცია არ აქვს არც უფროსებს არც უმცროსებს როცა რომ ჩვენ ისერი ვართ რომ უნდა გამოვხატავდეთ თანაგრძნობას უნდა გამოვხატავდეთ ერთმანეთის გვერდში დგომას და რა ვიცი უნდა ვითავისებდეთ ამ ყველაფერს მაგრამ ამისგან განთავისუფლა ხალხი გამორეცხა ეს კარგი რაც იყო და დატოვა უმორალო რაღაც ჩარჩოები მოუხსნა რაღაცა პატიოსნების შეგნების რაღაც საერთოდ თაობა არ მინდა ეხლა აი გრუბად თქვა მაგრამ სკოლის ყველას არ ეხება დავით რა თქმა უნდა მაგრამ ხო აი ყველას არ ეხება და აი სკოლის მოსწავლე გოგონები მინახე ალბათ მე-9-10 კლასელები ბიჭო აი ადრე რო იყო ხოლმე გიო იცი როგორი თაობა იყო ხოლმე ერთი პერიოდი ვამჩნევდი ყველას რო ძველ ბიჭობა უნდოდა და წელში რო იყვნენ ძალათ მოკუზულები ხო იცი ხო გინახია ეგეთი კამანდები რაღაცა ბირჟები და რაღაცები და ეხლა უყურებ გოგონებს რომ მე მინდა გამოვიდე ბოზი უკვე ჩუბლზე აწერია და სიცხვილია რა ეგ უკვე სიცხვი მომავალი დედა უნდა იყოს შობელი უნდა იყოს იმან უნდა აღზარდოს შვილი გმირად ვაჟკაცობის ეტალონად ბევრ რაღაცად რა და მიხედა პატარა გოგოა რომელსაც მიდრეკილება იქითაა კაცო გამიგე აშკარად მიდრეკილება აი მიხედავ და არ მოგწონს უკვე რომ აი მის ჩაცმულობის სტილი ეს რაღაცები ყველაფერი ვინ გააფუჭა კაცო ვინ ამოიღო ეს ყველაფერი სკოლის სწავლებებიდან ის რაღაცა ეთიკის და იმის გაკვეთილები აი ეს ყველაფერი ხო ჩამოაქციეს ხო და ლექსო განატყუილად იძახეს კაცო ეს საზოგადოებას ერთმანეთში კი არ უნდა გქონდეს პრობლემა უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისკენ რომ ეს რა დამართე ეს რატო გააკეთე ну დაიწყო ის 9 წელი და გამოყვა ეს 14 წელი ხო და ამ ხნის განმავლობაში თაობები დავკარგეთ როცა რომ იდეაში უნდა იდეოლოგიურად იღწდებოდეს უნდა იზრდებოდეს აი ქართულ მენტალიტეტზე ადამიანობაზე ღირებულებებზე ეს ყველაფერი უნდა იყოს შემკობილი რომ ბავშვი რო სკოლას დაამთავრებს 18 წლის რო ხდება უკვე უნდა ჯარისთვისაც მზად იყოს, რა ვიცი, დედობისთვისაც მზად უნდა იყოს, ვთქვათ ესე, რაღაცა ელემენტარული უნდა თავდაბლობა უნდა იცოდეს, უფროს უმცროსობა უნდა იცოდეს, რაღაცა, მაგრამ ეს ყველაფერი განულებულია გია, საერთოდ აღარ არის ქვეყანაში. აი, რაღაცა შეიძლება 1-10%-ია საზოგადოების რაღაც გარკვეულ ნაწილში დარჩენილი ის ოჯახიდან გამომდინარე და იმ სოციუმიდან სადაც ატრიალებს. ხო, რა ვიცი, ახლა კალაძე ღამის ეკონომიკა ყვავის და მთელი ნახევარზე მეტი თბილისი დღის და ძინავს და ღამე კლუბებში და ბარებში არიან. იქ კიდე არის სწავლება ძმაო ეგეთი რაღაცეები. იქ არის სწავლება. იქ თუ რამე გაქვს ნასწავლი კარგაო. ესეთია რა. დღევანდელი საქართველო არის ესეთი, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ქვეყნები რაც არის, საქართველოში მოდიან, იციან რომ ნარკოტიკი არის, ქალები არის, გულაობა არის. გამიგე? იმიტოა ეს დღეს შაბათკვირაობი დღესასწაულებზე და უქმეებზე სარფზე რიგები რო დგა. თურქეთიდან შემოსვლელი ხარ. ჩამოდიან აქ და ერთობიან ძმაო. იმიტოა პრეხანოზე რო ვეღარ გაგვივლია ბორდელები რო აქვს არაბებს, არაბული ქუჩა როა. იმიტოა ესე აი ყველაფერი თავზე გვაყარია. თუ რამე ნაგავი არსებობდა. სოფლიოში ესე მგონია ყველაფერი აქ მოიტანეს და საქართველოში დაცხადეს მეთქი რა. როგორც აი კულტურულად, ზნეობრივად, რავი, მენტალურად ყველაფერი არის ჩამოტანილი ჩვენთან. ყველაფერი ცუდი აბსოლუტურად. ესე მგონია აი კავკასიის შუაგულში დიდი სანაგვე გახდა საქართველო რა. ამ ხრივ, ამ კუთხე რა თქმა უნდა. და ვდგევართ და ამის გამოსწორებას ავცდილებთ, მაგრამ ესია თუ ისია მეგობრებო, ჩვენი ნაგავია. ამას ვერსად ვერ წაიღებ და მეზობელთან ვერ გადაიტან და ვიღაც ხევში ვერ გადაყრით. ჩვენია. ამის გამოსწორება აუცილებელია. ამიტომ ვიძახით სულ რომ
უნდა იყოს მორალური და ზნეობრივი ჩარჩოები. ჩვენი გადარჩენი და გიამ კარგად თქვა, ეს უნდა იყოს ქრისტიანული დემოკრატიის მიმართულებით, ესე უნდა ვიაროთ. რომ გქონდეს რაღაცა მორალური და ზნეობრივი ჩარჩოები, უნდა ვიცოდეთ. ბევრი რაღაცა, ანუ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ღირებულ ფესვებს, რომელზეც მოწყვეტილები ვართ, აბსოლუტურად მოწყვეტილები ვართ. უნდა დაუბრუნდეთ იმ კალაპოტს, რასაც ქართველობა ქვია. იმიტომ რომ ეს აუცილებელია, თორე ნადგურდებით, რა ვიცი, აშკარად თომ ნადგურდებით, მოთორე. ეხლა რა გესწავლებოთ ყოველდღე თბილისში ხარ და უყურებთ რეებს.